UFC-ს ყოველდღიური ახალი ამბები. დავიწყეთ. რენატო მოიკანო ამბობს, რომ ილია თოფურია იქნება ყველა დროის საუკეთესო, ანუ GOAT-ი, თუ ის დაამარცხებს ისლამ მახაჩევს და მას ჯერა, რომ ილია ამას შეძლებს კიდეც. მე მგონია, რომ თოფურია დაამარცხებს ისლამ მახაჩევს. ეს ჩემი აზრია. 66 კილოგრამის ჩემპიონი, 70-ის ჩემპიონი, 77-ის ჩემპიონი. ეს ხომ წარმოუდგენელია. ის თუ ამას გააკეთებს, ის იქნება ყველა დროის უდიდესი. შვენიერი დროა იმისთვის, რომ ვიყოთ ცოცხლები და UFC-ს გულშემატკივრები. ამბობს რენატო მოიკანო. ბოლო დროს ეს ფანი თითქმის ყველა მნიშვნელოვან UFC-ს ღონისძიებაზე მიდის და გვთავაზობს ასეთ მაგარ კადრებს. ეს არის MMA-ის ფანების ერთგულება და მალე ამ სფეროს ნამდვილად დავიპყრობთ. დასტინ პორიე ამბობს, რომ ყველაფერს ბევრად უფრო მეტს აკეთებს, რათა მისი ბოლო ბრძოლა საუკეთესო იყოს. ამ ბოლო ბრძოლისათვის ვეცადე ყველაფერი ზედმეტად გამეკეთებინა. ყველაფერი სწორედ გამეკეთებინა. დიეტა დავიწყე რამდენიმე კვირით ადრე, სანამ საერთოდ მოვიდოდი სამწვრთნელო ბანაკში. და უკვე 8 კვირაა სამხრეთ ფლორიდაში ვარ. უბრალოდ ვცდილობ ყველაფერს წინასწარ მივხედო. ვცდილობ ბოლო ბრძოლა საუკეთესო გამომივიდეს. მინდა მსოფლიოს ვაჩვენო, რომ სპორტს არ ვტოვებ იმიტომ, რომ მგონია ვეღარ გაუქაჩავ ამ ბიჭებს. მე არ ვაძლევ უფლებას ამ სპორტს, რომ მან დამასრულოს მე. მინდა რომ ჩემი წესებით წავიდე. მაქს ჰოლოუეისა და დასტინ პორიეს ბრძოლა 18 ივლისს შედგება. ისინი ერთმანეთს მესამეჯერ შეხვდებიან, რაც დასტინ პორიეს საბოლოო ბრძოლა იქნება UFC-ში. დანა უაიტი საუბრობს ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის ბრძოლაზე. თუ ისლამი მოიგებს ტიტულს, მაშინ იმ წამსვე გვექნება სუპერბრძოლა მასა და ილიას შორის. ზუსტად 10 წლის წინ ამ დღეს ეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ორთაბრძოლა შედგა. შენ, რომელიც MMA-ის ახალი გულშემატკივარი ხარ, გირჩევ უყურო რობი ლოულერის და რორი მაკდონალდის ამ სისხლიან დაპირისპირებას. ძველებს კი მოუწოდებ გავიხსენოთ კლასიკა. ჯერვონტა დევისი დააკავეს პარასკევს დილით, თითქმის 1 თვის შემდეგ, რაც მან თავისი ყოფილი შეყვარებული სცემა. პოლიციისგან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 15 ივნისს დევისი ქალთან მივიდა მამების დღისთვის, რათა მათი საერთო ორი შვილი წამოეყვანა, მაგრამ მათ შორის კამათი დაიწყო. დაზარალებულის თქმით, როცა მას ქალიშვილი უკანა სავარძლიდან უნდა აეყვანა, დევისმა თითქოს დაარტყა თავში და შემდეგ სილა გააწნა. მოკრივეს უკვე წაყენებული აქვს ბრალი ოჯახურ ძალადობაში და ცემაში და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მას კანონთან პრობლემები აქვს. დღეისათვის სულ ეს იყო. გამოიწერე არხი, რათა უფრო მეტი ახალი ამბავი შეიტყო.